საქართველოში ყავასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედა და ცვლილებები შეეხება როგორც ნედლ და მოხალულ, ისე ხსნად ყავას და ყავის შემცველ პროდუქტებს. ახალი წესით ბიზნესს დაევალება ზუსტად მიუთითოს რეალურად ყავას ყიდის თუ მის შემცველ პროდუქტს. მკაცრდება ხარისხის კონტროლის. რეგლამენტი ძალაში სექტემბრიდან შევა, თუმცა ბიზნეს ადაპტაციისთვის დრო 2027 წლამდე მიეცემა. რა იცვლება რეალურად ბაზარზე და რამდენად მზად არის ბიზნესი ახალი წესებისთვის, გაგრძდება თუ არა ყავა. თემაზე სტუმართა ყავის აკადემიის დამფუძნებელთან მიხეილ ფარულავასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემეს სტუმრობისთვის. მოგესალმებით. როგორ ხვდებით ამ რეგულაციებს? ამ რეგულაციებს ხვდებით ნაწილი მომზადებული, მეორე ნაწილი ალბათ საჭირო იქნება რომ გადაეწყოს და რაღაცნაირად მოერგოს, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ამ ტექნიკურ რეგლამენტის პროექტში ვხედავთ, განსაკუთრებული დიდი ცვლილებები არ იგეგმება დაუშვათ იგივე მოხალული ყავის კუთხით და მაღალი ხარისხის პროდუქტებთან მიმართებაში, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავხედავთ იმპორტის გეოგრაფიას ზოგადად, ხარისხიანი მარცვალი ეს ძირითადად ცენტრალური ევროპის ქვეყნებია, სადაც ეს რეგლამენტები უკვე არსებობს და აწლეულებია ამ სტანდარტით მუშაობს ინდუსტრია, შესაბამისად ის იმპორტი, რომელიც საერთაშორისო დიდი მსხვილი მომხალავი თუ მწარმოებელი კომპანიებიდან შემოდის საქართველოში, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ესე რომ ვთქვათ, იქნება ეს ეტიკეტირების ნაწილში, იქნება ტენიანობა თუ სხვა სპეციფიკა. შეგიძლიათ გითხრათ, რა შეიცვლება რეალურად აი ამ ახალი, ან რა არის გათვალისწინებული აი ამ პროექტით, რეგლამენტი რას ითვალისწინებს, რომ მაყურებლისთვის უფრო ცხადი გახდეს და მისი საჭიროება რამდენად არის დღევანდელ საქართველოში, ანუ დღეს ის მდგომარეობა გვაქვს, როდესაც დაუშვათ ხარისხიანი და უხარისხო ყავის გარჩევის რეალური რესურსი არ არსებობს და ამიტომ საჭიროა რეგლამენტი თუ დრო მოიტანა და ყავის ბაზრის საქართველოში ისე განვითარებამ, რომ უკვე დამატებითი ახალი რეგულაციების საჭიროება. მე პირადად არ ვიცი რა იყო мотиваცია კანონმდებლის, როცა ეს კანონი დაარეგისტრირეს დაუშვათ. უბრალოდ ფაქტი ერთია, რომ როგორც გითხარით, არსებობს ინდუსტრია, რომელიც არის შედარებით მაღალი კლასის ყავაზე და მარცვალზე ორიენტირებული, რომელსაც ეს სარეგულაციო ნაწილი არაფერს არ შეუცვლის აბსოლუტურად. არის უბრალოდ მეორე ნაწილი ინდუსტრიის, რომელსაც სიმართლე გითხრათ, მეც ბოლომდე კარგად არ ვიცნობ, იმიტომ რომ ეს ინდუსტრია არ არის აქტიური მონაწილე თუნდაც სხვადასხვა ივენთების, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ყავის ფესტივალი იქნება თუ ზოგადად რაიმე შეკრებები ან მასტერკლასები, ეს ინდუსტრია, რომელიც ძირითადად იმპორტს ახორციელებს მეორადი ქვეყნებიდან, ყავის ინდუსტრიაში, იგივე ვიეტნამი, ინდონეზია და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ეს მომხმარებელმა გადაწყვიტოს, დიდი წილი ზუსტად ამ ქვეყნიდან იმპორტს მიაქვს საქართველოში და საკმაოდ დაბალი ხარისხის პროდუქცია და მარცვალია შესაბამისად. თუმცა ფასი შესაბამისია. რა თქმა უნდა, პირველი мотиваტორი არის ფასი და ამ კანონის მიხედვით, ახალი რეგლამენტის მიხედვით, ძირითადი აქცენტი ზუსტად ამ მწვანე მარცვალზე კეთდება, ანუ ნედლ მარცვალზე, რომელიც ამ ქვეყნებიდან შემოდის და უკვე მოთხოვნებში მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს ხილული, ანუ რომელი რეგიონის არის, რომელი ქვეყნის, ამასთან ერთად ძალიან მკაცრი მოთხოვნებია ყავის მარცვლის ხარისხზე თვითონ, რამდენად ის არის, ესე რომ ვთქვა, დაბინძურებული, რამდენად საღია, რამდენად გამოფიტულია და ბევრი ის კრიტერიუმი, იმიტომ რომ ეხლა გაგიკვირდებათ, არის ეგეთი кейსებიც ყოფილა დაუშვათ, რომ რაღაც დანადგარების მიმწოდებელი კომპანიისთვის უკითხავთ ქვასაც თუ ამუშავებს დაუშვათ დაფქვის დროს, ესა თუ ის დანადგარი, იმიტომ რომ დიდია და გავრცელებული მოვლენაა დაბინძურება, ესე რომ ვთქვათ, მარცვლის ეგეთ მეორად ქვეყნებში ყავის წარმოების კუთხით ვიძახი და იძულებულია იმპორტიორი, რომ ეს ყველაფერი ერთად გადაამუშაოს და აფქვას, მერე ან მოხალოს ამ ყველაფერთან ერთად შესაბამისად. ასეთი ყავა შემოდის საქართველოში? მათ შორის არ გამოვრიცხავთ, რომ ეგეთი ყავა შემოდიოდეს, სხვა შემთხვევაში ვერ ავხსნით, რატო არის აუცილებლობა, რატო დადგა
ეგეთი საკანონმდებლო ცვლილებების, იმიტომ რომ ეს ზოგადად გავრცელებული თემაა ძირითადად აფრიკულ და აზიურ ქვეყნებში, არ არის მაღალი კულტურა ყავის დამუშავების შესაბამისად, ის თუ რა სახით მოდის და ამ კილოგრამებში, რომელიც მითითებულია, ხო, ამა თუ იმ ინვოისში, რა ტიპის პროდუქცია, მე ამ კუთხით ხარისხობრივი კუთხით მგონია რომ ეს რადიკალურად შეცვლის სიტუაციას თუკი ის ორგანო რომელიც ამ პროექტში წერია და იქნება სურსათმფლობა ძირითადი შემოწმებელი ამ ყველაფერს ზედმიწევნით დაიცავს შეასრულებს იმიტომ რომ დიდი ფაქტორია ასევე ტენიანობის ხო იგივე წონის კუთხით რამდენად, იმიტომ რომ არის გავრცელებული ნორმა, რომელიც მწვანე მარცვალზე დაახლოებით 12-13% უნდა იყოს, ხო, ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს. თუ აღემატება, შემდეგ უკვე ფერმენტირებისკენ უფრო მიდრეკილია, ხო, ეს მარცვალი და არ ვიცით აქ უკვე როგორ გამოავლენს თავი. შესაბამისად, დიდი ნაწილი უფრო ამ მიმართულებით არის და რასაც მე უყურებ საკანონმდებლო მეორე მიმართულება უკვე ხსნადი ყავა იგივე მინარევები და ამ ტიპის პროდუქტები, რომლებიც შემცველების გამზადდება დიდწილად. მე როგორც ყავის მოყვარული და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მაყურებელი მეც ახლა გიყურებს ყავის ყავას პატივს ცემენ, არა მხოლოდ იყენებენ როგორც სასმელს, უბრალოდ იმისთვის, რომ სხვადასხვა დაუშვათ ერთგვარი ვიღაცისთვის შეიძლება ჰქონდეს ამას გამოფხიზლების საშუალება, ენერგიის წყაროს საშუალება და შემდგომ, თუმცა ყავის კულტურა თანათანობით შემოდის, ხო, საქართველოში? რა თქმა უნდა, უკვე გემოვნური თვისებებისთვის უფრო მიიქნევენ ვიდრე გამოსახულება. ამიტომ სწორედ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხა ეს ნაწილი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ ეს რეგლამენტი შემოვა და გვეცოდინება რეალურად რა ყავას მოვიხმართ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და თქვენ ახლა ახსენეთ გაყავით მარცვალი და ხსნადი ყავა, რომელიც ანუ რა არის აქ მნიშვნელოვანი მაგალითად ხსნადი ყავის შემთხვევაში როგორ მივხვდეთ რომ პირობითად ეს ხსნადი ყავა არის ხარისხიანი მარტო ფასი ამ შემთხვევაში გამსაზღვრელი სავარაუდოდ ვერ იქნება იმიტომ რომ მაღალფასიან სეგმენტში შეიძლება იყოს დაუშვათ ისეთ ანუ არა ბოლომდე მაღალფასიანში არამედ დაუშვათ საშუალო ფასის კატეგორიაში რაც არის შესაძლოა სულაც არ იყოს ის ყავა მაგალითად რომელსაც ანალოგიურ პროდუქტს დალევ რომელიმე წარმოებელ ქვეყანაში თუნდაც იგივე ბრენდისას ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად რა როგორ მივხვდე რომ ხარისხიანია თუ უხარისხო ყავა კარგით გამომდინარე იქედან რომ ჩვენ არა მხოლოდ ყავის აკადემია და საგანმანათლებლო ნაწილი გვაქვს ყავის ასოციაციასაც ჩაუყარეთ საფუძველი რომელიც იმედი გვაქვს რომ ნელ-ნელა დაიწყებს თავის აქტიურ მონაწილეობას ამ საკანონმდებლო და არა მხოლოდ ნაწილშიც ჩვენ შეგვიძლია გავყოთ როგორც გითხარით მარცვალი ამაზე ბევრი ვისაუბრე და რამხელა მნიშვნელობა აქვს რომ იდენტიფიცირებული იყოს ყველა რისკი აბსოლუტურად და ეს გავლილი მეორე ასევე არა ნაკლებ დიდი მიმართულება და ინდუსტრიის და ესეც საფასო კატეგორიას უკავშირდება ხო მაგაზე ვთანხმდებით რომ მარცვლის თემა უკვე ბრენდირებული ესე რომ ვთქვათ ეტიკეტირებული ეგ ცალკე მიმართულება რომელიც საშუალო და მაღალფასიანი სეგმენტია მაგრამ არის ასევე ხსნადი ყავა რომელიც ზუსტად სუროგატების თემაა ჩადებული ამ კანონში ძალიან დიდი დრო და ბევრი მოცულობა ეთმობა. სუროგატები ძირითადად არის ქერის ალაო გაღურვებული, უკვე მოხალული, რომელსაც ხშირად იყენებენ ყავასთან ერთად მსგავს პროდუქტებში, ხსნად ყავაში ვიძახი. უბრალოდ ეს კანონი არ არის რაღაც ამგრძალველი ან შემზღუდველი სუროგატების ნაწილში, უბრალოდ ავალდებულებს. წარმოებელი იქნება ეს თუ იმპორტიორი, რომ გვიჩვენოს და მომხმარებელს უთხრას გულწრფელად რა არის რეალურად შემადგენლობაში, იმიტომ რომ წარმოდგენა რომ შეგექმნათ ზოგადად მე როგორც ხარისხიანი ყავის და ჩვენი ფესტივალის და გუნდის პროპაგანდას ვეწევით მაღალი ხარისხის ყავისას, გვინდა რომ მომხმარებელმა ეგეც იცოდეს, რომ ზოგადად ხსნადი ყავა ძირითადად მზადდება რა როგორი ტექნოლოგიაა ხო ერთხელ იხარშება ანუ მზადდება ანუ ექსტრაქცია კეთდება ყავის და მზადდება ყავა შემდეგ ხდება ამის რაღაც წნევის ქვეშ გაფრქვევის მეთოდით გაშრობა და უკვე ესე რომ ვთქვათ მოდუღებული ყავის ფხვნილი გვაქვს რა და შემდეგ უკვე მეორადი გამოყენება ხდება ამის როდესაც უკვე ჩვენ ფინჯანში
ვამზადებთ. უბრალოდ ეს თუ ესე თუ ისე მისაღები ნაწილია, ხო? ამ ყველაფერს კიდე შეიძლება ის ამძიმებდეს, რომ ყავის გარდა შემცველობაში იყოს, როგორც ვახსენეთ, თუნდაც ქერის ალაო, ხო? და ამ ყავის წილი კიდე უფრო შემცირებული იყოს ამ კონკრეტულ ფინჯანში და შესაბამისად ეს კანონი მაგ ნაწილს ავალდებულებს, რომ ყველაფერი იყოს ცალსახა და თუ კი ეს არ არის, ზოგჯერ ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, რომ დაუშვათ ყავა საერთოდ არ მონაწილეობს, ან შეიძლება ხვედრითი წილი რაღაც 10% იყოს, ხო, ამ ხვნილში და დანარჩენი სულ ეს ქერის ალაო იყოს და უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გამოვიდეს გარეთ და უნდა ვიცოდეთ არომატიზატორი რა დოზით არის რა დოზით არის რეალური ყავა და რამდენი დოზით და ჩვენი საუბრის ბოლოს ცნობიერების ამაღლების ნაწილი და განათლების ნაწილი რომელიც ახსენეთ ფესტივალებიც შემოიტანეთ საუბარში ვემზადებით თუ არა ახალი ფესტივალისთვის დიახ, რა თქმა უნდა, უკვე მეოთხე ივენთი გვექნება 2026-ში, რომელიც ზუსტად ხარისხიანი ყავის ირგვლივ განათლების და კულტურის ამაღლებას ემსახურება და ეს ფესტივალი ჩატარდება ისევ იგივე ლოკაციაზე, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე 26 და 27 სექტემბერს. ყველა ენთუზიასტი, პროფესიონალი თუ მოყვარული შეძლებს ისე მოვიდეს და გაეცნოს სიახლეებს, გაიგოს უფრო მეტი ყავის ინდუსტრიაზე და აგემოვნოს ბევრი ახალი ბრენდი თუ ახალი პროდუქტი და ზოგადად დაისვენოს კარგად, იმიტომ რომ გარდა პროფესიული B2B ნაწილისა, ყველაფერი ამას აქვს ასევე რეკრეაციული და ესე რომ ვთქვათ, დასვენების. ძალიან მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მიხეილ ფარულავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.